მე ესე შეთავაზება დამჩა თქვენი ანგარიშის მოსმენით, რომ თქვენ გარკვეულწილად ისეთი წარმოდგენა გაქვთ თქვენი ხელისუფლების მიმართულებით, რომ რაღაცა ძლიერი მხარე არის ინფრასტრუქტურული პროექტები. ხულო ზარზმის გზიდან რომ დაეშვებით ყველანი, ხო? აი მაშინ შეიძლება ეს თავდაჯერება გქონდეთ. გესმით, იმიტომ რომ მე სპეციალურად ახლა ვკითხულობ დაახლოებით ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ასაკი აქვს ამ გზის პროექტის მშენებლობას. ეს არის სირცხვილი. ეს უბრალოდ რეპლიკის სახით. ეხლა რა შეეხება კითხვებს. რადგან ინფრასტრუქტურის მიმართულება გქონდათ, მეც გამოვყვებით მოკლედ ამ მიმართულებით. მაგნოლიას პროექტთან დაკავშირებით, ეს რაღაცა ანიმაციური პროექტია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული. მე ზოგადად ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავარქვი მომეტებული საფრთხის წყარო ჩვენი რეგიონისთვის, იმიტომ რომ ის ხიდი, რომელიც ჩარდავაზე ააშენეს, ხან მარცხნიდან ძრება რაღაცა, ხან მარჯვნიდან ძრება რაღაცა, ეთყობა ვიღაცებს გონიათ, რომ თოვლის პანტელი არის. ამას შეიძლება შეიწეროს ადამიანი. ამიტომ ამ მაგნოლიასთან დაკავშირებით წინასწარ ვიტყობ, პასუხისმგებელი ვინ იქნება, რომ მსგავსი რაღაცები არ მოხდება. ეს ერთი. მეორე, მაგნოლია, როდესაც მოინახულეთ, ამ მაგნოლიამდე სანამდე მიხვიდოდით მარჯვენა მხარეს, ეგრეთ წოდებული სარემოს ტერიტორიაზე ხარ ნაგავი. ეს ნაგავია 8 წელი. მე მქონდა რაღაცა იმედი, რომ მათ შორის ამ ბულვარის ეგრეთ წოდებული განთავისუფლების პირობებში ეს ადამიანი, ვინც არის მოკლედ ეს ტიპი, რაღაცნაირად პასუხისმგებლობას იგრძნობდა და ბოლო-ბოლო დაასრულებდა, ან დაიწყებდა რაღაცა, იმიტომ რომ ეხლა ვიღაცებს რაღაცები დაუნგრეს, გასაგებია ჩვენ ყველა თანახმა ვართ ამ ყველაფრის, მაგრამ ფორმას ხომ აქვს მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, ამიტომ დღეს აქ ვითხოვ პასუხს, რომ დასრულდება ეს პროექტი. ანტიკორუფციული მოქმედებები, იმიტომ რომ იქ რაღაცა ფაციფუცია, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საერთოდ არის ეს დღეს შეიძლება რაღაცა ფილტვი გამოიღოს, სხვა შეიძლება თეძოში 2 ტყვია ისროლოს, ხო, ეს არ არის ახლა ნორმალური ამბავი და ბოლოს. ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ეს არ არის კალიფორნია. აქ არავინ არ არის გევის ნიუსონი, მაგალითად, გესმით, ხო, აქ სხვა პრობლემებია, სხვა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის უფლებების მიმართ. დავასრულებინოთ თუ შეიძლება კითხვა. იქ ის ადამიანი ორჯერ მერად აირჩიეს, ორჯერ გუბერნატორად აირჩიეს, ახლა პრეზიდენტობისთვის ემზადება. მე არ ვიცი ვინ ვიზირისთვის ემზადება, მაგრამ სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა კალიფორნიაში არის სხვა, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხითაც. გესმით? ცივილიზაციის რაღაცა სასწაულ ნიშნულზე არის ახალი ადამიანის უფლებების გამოგონებითაცაა იქ ხალხი დაკავებული და ჩვენ როგორი მდგომარეობა გვაქვს, აბა გავიხსენოთ ჩვენ გვყავს პატიმარი ქალბატონი მზია ამაყობელი. ამიტომ ამ ნაწილთან დაკავშირებით ძალიან ნათლად და ძალიან ცხადად ვითხოვთ თქვენს პოზიციას. მადლობთ. პირველი იყო ქალბატონი ნინო ჩხეტია. ქალბატონი ნინო, დავიწყებ ხულოზარზმა ეს თემა. ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩემთვისაც ძალიან სენსიტიურია, ვინაიდან ამ პროექტს ყოველთვის გულშემატკივრობდი და ყველანი გულშემატკივრობდით, მაგრამ იყო ობიექტური მიზეზები, მათ შორის ეს არის 47 კილომეტრიანი გზა და ვიცით, რომ ძალიან რთული რელიეფი არის ძალიან ბევრი გამოწვევა. შესაბამისად, არა მარტო ამ მხრივ იყო გარკვეული კითხვები სხვადასხვა კომპანიებთან, თუმცა დღეს ხმამაღლა შემიძლია გითხრათ, ის რაც ჩვენ თქვით, აღვნიშნეთ, ეს პროექტი სრულდება და წელს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მზადავარ თქვენაც მოგიპატიჟოთ, ბატონ არჩილს ადრეც უთხარი და დღესაც ვიმეორებ. შეგვიძლია ერთად ჩამოვიდეთ იმ ლამაზი გზით და გზად შევიაროთ არაჩვეულებრივ კურორტ გოდერძზე და შესაბამისად მოვინახულოთ ინფრასტრუქტურული პროექტი და მზადავართ ჯანსაღი კრიტიკისაცვიცაც. თუმცა ეს პროექტი სრულდება, ქალბატონ ნინო, შემიძლია ხმამაღლა გითხრათ. რაც შეეხება მაგნოლიას, საცხოვრებელი კორპუსი მაგნოლია, გიდასტურებთ, რომ ეს არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენი შუამდგომლობით, ჩვენი თხოვნით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და მუნიციპალური განვითარების ფონდის უშუალოდ ჩართულობით მოხდება ამ პროექტის განხორციელება, ანუ ამ კომპლექსის მთლიანად შეფუთვა, იერსახის შეცვლა. თუმცა აქაც ჩვენაც მივადევნებთ თვალყურს მაქსიმალურად, რომ სიტყვა და საქმე, ხარისხი იყოს დაცული და მივიღოთ ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა, როგორი იერსახეც გვინდა მივიღოთ. ამისათვის, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანი ჩართული იქნება და მიადევნებს მაქსიმალურ ყურადღებას. რაც შეეხება მზიამაღლობელი საკითხს, როგორც მოგეხსენება, ჩვენ ცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ყველამ უნდა ვცეთ პატივი კანონს და რა თქმა უნდა, სასამართლო ხელისუფლებას.
და ჩვენ ვერ შევალთ დანარჩენ დეტალებში, ვინაიდან ეს არის სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილება და ჩვენ რა თქმა უნდა ვემორჩილებით სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებას.